ევროპარლამენტსა და ნატოში დაგეგმილ შეხვედრებზე ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ ბოდბელი ეპისკოპოსი ბრიუსელში ძმასთან ერთად ჩამოვიდა. ბოლო პერიოდში ქართული მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპონდენტი, სკანდალური განცხადებების ავტორი, წმინდა სინოდის ავტორიტეტული წევრი, საპატრიარქოში ძლიერი პოზიციების მქონე პირი ბრიუსელის აეროპორტში დუმდა. თანხმობის ნიშნად თავი მხოლოდ მაშინ დაგვიქნია, როდესაც ვკითხეთ ხანგრძლივი პერიოდით გაჩუმდა კამერების წინ, თუ მდუმარება მხოლოდ დროებითი იყო. მეუფე საკმაოდ სკანდალური თემაა და მოგიწევთ ამ თემაზე საუბარი, არასდროს აღარ ისაუბრებთ? როდის მოვა ეს დრო? ჯერ არ მოსულა? იაკობმა პირველად დატოვა ერთი კვირით საქართველო მას შემდეგ, რაც ნასვა მდგომარეობაში ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. სინოდის სხდომა, სადაც მისი საკითხიც იყო დღის წესრიგში, ისეთი სკანდალით დასრულდა, რომ მეუფე იაკობის ბრალდებები ნაწილობრივ დაიჩრდილა. საპატრიარქოში გამართული სხდომის შემდეგ მეუფე იაკობი მედიასთან აღარ გამოჩენილა. ბრიუსელში ბოდბელი ეპისკოპოსი ჩუმად 4 დღე იყო. მეხუთე დღეს კი იმედის კვირასთან პირველად ჯერ საკუთარ ეპიზოდზე ისაუბრა. უცენზურო სიტყვებზე და ცუდ გამონათქვამებზე, ასე ვთქვათ, გინებაზე და იმაზე, მაგაზე მაქვს ბოდიში მოხდები. მაგაზე მოვიხადე ბოდიში საზოგადოებასთანაც, სანამ შევიდოდი პატრიარქთან, მივედი დავტოვე თანამდებობები, რომელიც ძალიან ისეთი თანამდებობებია, მაგრამ დავრჩი იმად, ვინც ვარ. იმას, როდესაც ადამიანი რაღაცას ჩაიდენ, სხვისი ის არ გინდა, რა თვითონ უნდა მხოლოდ იმაში მაქვს ისა, სინოდმაც აქ ცუდი იმეებში, ცუდ სიტყვების გამო მომცა ეს გაფრთხილება. მაგრამ შინაარსი იმ ბრალდებების, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთ-ერთი ტელეფონი. მოუწიათ არაფერი, არავის არ მოუწია მაგაზე არაფერი. ამის შემდეგ მეუფე იაკობმა გითხრა იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა. ევროპარლამენტში გავიგეთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი მხოლოდ მსმენელის და მოწმის როლში არ ყოფილა წმინდა სინოდის კრებაზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება საპატრიარქოს კედლებს გასცდა. სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა სინოდის თავმჯდომარემ მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მთავრობა. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის ხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდნის. ამ განცხადების გაკეთებისას სასულიერო პირს კუფია მოტრიალებული ჰქონდა, პანაღია არ ეკეთა. იმედის კვირასთან ბოდბელი ეპისკოპოსი გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის პეტრე ცაავაზე ფიზიკურად შეხებას და მის დარბაზიდან გაწევებას. რა ფორმითაც გამოვიდა, რომ ვესწრებოდი, იმიტომ გამოვიდა იმ ფორმით. თქვენ რომ ესწრებოდი? ხომ ნახეთ რა ფორმით იყო გამოსული რა. თქვენ ეს ხონდა? ის სწორად ეხურა? ანუ თქვენ სწორად ეხურა? იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იყო მომიწია ხელით შეხება მაგაზე. პეტრეს შეეხეთ? რა თქმა უნდა, იწევდა უწმინდესისკენ რა, რომ იწევდა, ეხლა არავის არ ვაპატიებ. პეტრეს კი არა, მთელი ჯარი რომ შემოვიდეს, სანამ პირში სული მიდგას, ჩემი პატრიარქის, ხო? ჩვენი მამա. ჯვარიც თქვენ მოხსენეთ? ჯვარიც თქვენ მოხსენეთ? ჩამოწყდა. მე დატოვა დედაფიშობრმა. ფიზიკურად შეეხეთ? სულიერების აღარაფერი არ დარჩა და ეხლა ფიზიკურად გიხდება ხოლმე, გაგიჟებული როცა კაცი გიხდება ფიზიკურად. მღვდელმთავრობიდან გადაყენებულ პეტრე ცაავას სინოდის შემდეგ არც ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არ უთქვამს, რომ მას მეუფე იაკობი ხელით შეეხო. სინოდის წევრების ნაწილი დღემდე მინიშნებებით საუბრობს, ზოგი გადმოცემით ყვება, რომ დარბაზში მყოფთაგან აქტიურობდა ერთ-ერთი. ყოფილ მიტროპოლიტთან დაპირისპირება სინოდის ბოლო სხდომაზე არ დაწყებულა. მეუფე იაკობის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს ჭორები უყვარს, რასაც ვერასდროს ამტკიცებდა.
აზრებს. მე გჯერათ მაგის განცხადებები ის ჩემზე იმასაც იძახოდა მამალაძესთან შესული იყო სპეცნაზელებთან ერთადო და რაღაც სიტყვას აიძულებდაო და როდესაც სინოდზე კითხეს ეპისკოპოსებმა რომ დაამტკიცებო, კაცო მე მითხრესო. მე იყო კიდე რაღაც ჭორი თქვა. იმაზეც რომ უთხრეს, აბა თქვიო და იმან მითხრაო რა და ეხლა მე ჭორებს და იმას ხო რაღაცებს. მაგ ისეთი რაღაცაა, ხო? ჩვენთან არის ძალიან კარგი წესი. ადამიანზე რაღაცას თუ ამბობ და ვერ ამტკიცებ. აი ნამდვილად ვერ ამტკიცებ, თვითონ ის ბრალი გედება და ისტორიას მაგი შემორჩება. და ანუ თქვენი აზრით რა იყო მიზეზი მაშინ რის გამოც ასეთი ბრალდება? იმას უნდა კითხოთ რა. იმას მე აზრით თქვენ ხომ ესწრებოდით იმ სინოდის ხდომას, სადაც და ეს თქვენი თვალით ნახეთ ყველა. რა ფორმითაც გამოვიდა, რომ ვესწრებოდი, იმიტომ გამოვიდა იმ ფორმით. ბოდბელ ეპისკოპოსს არ უკვირს, რომ ხშირად ყურადღების ცენტრშია. მასზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ და მაგალითად მხედრიონთან აკავშირებენ. ჩემზე ცუდი რაღაცების თქმა რომ უნდა, ხან მხედრიონლებას მაგრალებენ და ხანრას ხო და ეხლა ეგ იმიტომ რომ თქვა ფოტოებიც იყო, რომ თქვენ იარაღით ხელში ძანდებით იმ ფოტო. ოღონდ გამაგებინონ ვინ არის ის კაცი რა 2 მეტრი. თქვენ ახარ? არა ვარ მე რა თქმა უნდა მე არა ვარ რა. აჩვენეთ ჩემს ნაცნობებს და რომელი გეტყვით რომ მე ვარ რა ყველა იცინის მაგას დაცინიან იმათ. გავრცელებული ინფორმაცია და ფოტოებით იყო არგუმენტი, რომ თქვენ ანუ ძალიან ბევრი ადამიანიც ამბობდა ამას, რომ მეუფე იაკობი ეკლესიაში მისვლამდე იყო მხედრიანი. გარემოცვა შეიკითხეთ, რა თქმა უნდა უარყოფ, მაგას იმიტომ ამბობენ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩემში ზიზღი გამოიწვია. რა შეჭირდებათ, როგორც ვფიქრობთ თქვენს მიმართ, რომ ზიზღი დაითესოს? შეჭირდებათ და ხომ ხედავთ რა. ვიღაცისთვის რაღაც მომენტში ისე გამოშვდები ხოლმე არ აწყობთ და იმიტომ. მეუფე იაკობმა კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსობა წოდების მიღებიდან 9 წლის შემდეგ დატოვა. აღარ არის საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, რჩება სინოდის წევრად და პატრიარქის უახლოეს გარემოცვად. ივნისში ბოდბეში წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში მთავარეპისკოპოსის ხარისხის მინიჭებისას კათოლიკოს პატრიარქმა ასე დაახასიათა ბოდბელი ეპისკოპოსი. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღკვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში აქსიოს. მეუფე იაკობს ბრიუსელში არ უსაუბრია პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულ დეკანოსზე და არც პრეზიდენტისთვის ირაკლი მამალაძის შეწყალებით გათავისუფლებაზე წმინდა სინოდის შუამდგომლობაზე. იმედის კვირის ინფორმაციით, შეწყალების შემთხვევაში სინოდის კრებაზე მისთვის სასულიერო წოდების ჩამორთმევის საკითხი დადგება. არავისთვის იქნება გასაკვირი ამ იდეის მომხრეების სიის სათავეში მეუფე იაკობის ნახვა. ბოდბელ ეპისკოპოსმა 2018 წლის აგვისტოში მსჯავრდებულს ავაზაკი უწოდა. ავაზაკს, პირდაპირ ვიტყვი ავაზაკს. პატრიარქის მოცილება ვისაც უნდა დადგმების ერთ-ერთ წევრს აცხადებენ ლამის გმირად და ლამის მიწარად. ეს არ გეგონოთ რომ მე შეწყალების რაღაც მოწინააღმდეგე ვარ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება და იმან უნდა გადაწყვეტოს შეიწყალოს თუ არა და მე იმაში ვერ ჩავერევი. სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ მეთანას და ბევრგან სამართლიანობის აღდგენას. ამ კვირაში მეუფესთვის ევროპარლამენტიც გაიღო და ნატოს კარიც. სასულიერო პირებთან ერთად ბოდბელი ეპისკოპოსი ჯეიმს აპატურაი შეხვდა. გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის სახალხო პარტიას ეწვია და ევროპარლამენტში 15 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა ოკუპაციასთან შეუგუებლობასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე.